რამდენიმე თვის წინ დავდექი ესეთი პრობლემის წინაშე, რომ ძალიან ჭირდებოდა ტექნიკის შეცვლა. ეს იყო კონდიციონერი და ეს იყო მაცივარი. რაც ვიცოდი, მჭირდებოდა ისეთი ტექნიკა, რომელიც იქნებოდა ნაკლებ, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიას ნაკლებს დაწვავდა და ეს ზუსტად ვიცოდი, რომ რამდენიმე თვეში იმოქმედებდა ჩემს საოჯახო ეკონომიკაზე. როდესაც მივედი ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, ელექტროტექნიკის მაღაზიაში, ძალიან გაოცებული დავრჩი იმდენად არაპროფესიონალი სპეციალისტები, კონსულტანტები დამხვდნენ, იმიტომ რომ როდესაც ვიკითხე, ძალიან გაუკვირდათ, იმიტომ რომ რაც მითხრეს, რომ აი ვიზუალურად უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მომხმარებელი და მსგავსი პრაქტიკა ძალიან იშვიათი იყო მათთვის. თუმცა შემდგომ ეტაპზე იყო, როდესაც დაუძახეს უფრო კომპეტენტურ ადამიანს და მან რა თქმა უნდა მიხვდა მე რასაც ვკითხულობდი და ბუნებრივია ეს იყო ის, რომ რა თქმა უნდა ქონოდა სპეციალური სერტიფიცირება, რაც ასე ვთქვათ გამოიხატებოდა კლასში და ეს იყო ის, რომ მინიმუმ 3A+ მაინც უნდა ჰქონოდა ამ ტექნიკას იმისთვის, რომ ყოფილიყო ენერგოეფექტური. და რა თქმა უნდა ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთაც და ნაკლებად ზიანი უნდა მიეყენებია, ასე ვთქვათ, გარემოზე, ხო? და სწორედ მეც არჩევანი გავაკეთე ესეთ ტექნიკაზე, რამაც ძალიან სწრაფად მომცა სულ რამდენიმე თვეში, ასე ვთქვათ, ეფექტი. რაც მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა საწყის ეტაპზე მისი თვითღირებულება იყო ცოტა მეტი, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან ეფექტური არის საოჯახო ეკონომიკაზე და ჯიბეზე ეს ძალიან კარგ გავლენას ახდენს, იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც ტექნიკას აქვს 5-10 წელი, ასე ვთქვათ, ვადა, ის უფრო მეტ ეკონომიას გაგვიკეთებს ფინანსურად, ვიდრე, ასე ვთქვათ, პირველადად უფრო ძვირი თანხის გადახდა.